ძლიერი საქართველო საუბრობდა და საუბრობს ანაკლის პროექტზე და რომელსაც შეიძლება უწოდოთ მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტი ჩვენი ქვეყნისათვის. ახლა თქვენ საუბრობთ კობახიზის განცხადებაზე და რაღაც ციფრების ჯონგლირობაზე და ციფრების რახარუხზე და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2026 წელში მინუს 100 მილიონი არის გათვალისწინებული ამ შემთხვევაში და მოაკლდა ბიუჯეტიდან მოაკლდა, ხო? გასაგებია ეს დღეს ერთგვარი ჩვენს ინიციატივაზე და ჩვენს ამ შემთხვევაში გაჟღერებულ თემასთან დაკავშირებით იყო საუბარი, სადაც არის დეტალურად გაწერილი და ჩვენ ამასთან დაკავშირებით იცით, რომ ძალიან ბევრი გვაქვს ნაფიქრი და დღეს კობახიძე საუბრობს, რომ თითქოს ანაკლის სპორტის აშენებასთან დაკავშირებით და მიმდინარეობს ეს საკითხი და დიანა 2020 წლისთვის ანაკლიაში უნდა ყოფილიყო ყველაზე დიდი გემის შემოსული, ხო და დღეს 2026 წელი გასაგები 2026 წელია, რამე გაკეთდა 20-დან თუნდაც 26 წლამდე, ან საერთოდ რამე გააკეთეს ხალხო, ვინმე თქვათ, აბა რაიმე გაკეთდა. გარდა იმისა, რომ მოხდა მიზანმიმართული ჩაშლა ანაკლის სპორტის პროექტის და დღეს ქვეყანამ დაკარგა დღეის მდგომარეობით გაიყინა ყოველ შემთხვევაში და არ მინდა ვთქვა და დარწმუნებული ვარ, რასაც იქნება არ დაკარგულა არაფერი და სამომავლოდ ეს განხორციელდება. ეს არის ამ შემთხვევაში რაც დაიკარგა, ეს არის და რაც გაიყინა უпроსტად, ეს არის უსაფრთხოება და 10,000-ობით სამუშაო ადგილი. აი ამაზე არის საუბარი და ჩვენ აი ამაზე საუბრობთ. ახლა ბოლო ინფორმაცია არის ასეთი, რომ ეკონომიკის ministri ამ ინფორმაციის წყარონ, რომ უახლოეს დღეებში ანაკლის სპორტის ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მესმის იმ პირველადი კონტრაქტიდან არ დიანა უყურეთ შარშანდელი ინფორმაციას გაეცანა. ეხლა რომ ანაკლისთან დაკავშირებით რაღაც თითქოს ზრები დაწყებულია. და ეს გვინდა რომ დაიწყოს ზრები და ეს გვინდა რომ დასავლელი ინვესტორები, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპელი მეგობრები იყვნენ კვლავ დაინტერესებული, რომლებიც გააგდეს პირდაპირ შეიძლება ითქვას და თქვენ საუბრობთ რომ რაღაცა დაიწყოთ საუბრობენ. მოდი ვთქვა. არა, მათ მიერვე დაპაუზებული თითქოს ამოძრავეს. შეიძლება და ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გაგცემთ. შარშან რას ამბობდნენ? შარშან წინ რას ამბობდნენ? ორი ტრაქტორი რომ მიიყვანეს და იქ რაღაცებს ორი ტრაქტორი რომ მიიყვანეს და რაღაცებს რომ თვითონ თხრიდნენ და ასე შემდეგ. ხო, გადაახვეთ არქივი, საკმაოთა გაქვთ და თქვენც აშუქებთ ამას ხშირად და ნახეთ, ხო? ამას ყოველთვის საუბრობენ, მაგრამ საქმეა სამთავარი და არა საუბარი ამ შემთხვევაში. აი ამაზეა საუბარი. მე რაზე ვსაუბრობ, ხახლა ანაკლია არის პირდაპირ გეუბნებით ანაკლი არის მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტი და ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. მშვიდობა, იმიტომ რომ უსაფრთხოების ამ შემთხვევაში ქოლგა და უსაფრთხოება და კეთილდღეობა 10,000-ობით სამუშაო ადგილები. და დიანა, მე მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები, როდესაც გვეუბნებიან, ჩვენ საუბრობენ, რომ მშვიდობა მოგიტანეთ ქვეყანაში და მშვიდობაო ეს ადამიანები რო საუბრობენ, ხო? აი ბოლო ხანების მონაცემები მინდა უბრალოდ ჩვენს მაყურებელს უთხრა. მშვიდობა არის მეგობრებო ისა, რომ საქართველოში ბოლო 5 წელიწადში მშობლებმა ხელი მოკიდეს და რა ქვია მოსწავლის სტატუსი შეუწყვიტეს და საქართველოსთან გაიყვანეს 22,736 ბავშვი. ეს არის მშვიდობა? ანუ 22,736 ბავშვი წავიდა ჩვენი ქვეყნიდან და სწავლობს ევროპაში და სხვაგან საზღვარგარეთ. და ამას უძახიან ეს ადამიანები მშვიდობას. მშვიდობა არის დიანა, როდესაც მიგრაცია არის გაზრდილი, აქ ბავშვებზე ვსაუბრობ, რამდენმა სრულწლოვანმა დატოვა ქვეყანა, რამდენმა ახალგაზრდამ და შრომისუნარიანმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. რო კითხო მშვიდობაზე დაგიწყებს კობახიძე და ქართული ოცნება საუბარს. რომ მშვიდობაზეა ხალხო საუბარი, როდესაც გარდაცვალებამ აჯობა ამ შემთხვევაში ახალ სიცოცხლეს. და ეს არის მშვიდობა? ეს რაზეც გითხარი, ახალგაზრდები გავიდნენ, ბავშვები წავიდნენ, ეს ყველაფერი ამასთან მეტყველია და ამ შემთხვევაში ეს აისახება, იმიტომ რომ საქართველოსთან ხალხი გარბის, წავიდა ჩვენი ქვეყნიდან, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ესენი გამოდიან და დავარცხნილებ ისინი გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში თორმე არის მშვიდობა. რა მშვიდობაზეა ხალხო საუბარი? გვეუბნებიან, რომ მშვიდობა არის და კორუფციამ შეჭამა დიანა ქვეყანა. როდესაც რატო გარბის ქვეყნიდან ხალხი, რომ კორუფციაა ქვეყანაში? აი მარტივი რა მინდა დიანა იცოდეთ, უყურეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უფასო სასადილოებში და ვნახეთ, რომ თუნდაც უფასო სასადილოებიდან იპარავენ. უფასო სასადილოებში ლარი და 70 არისო გათვალისწინებული უფასო სასადილოებში და კვების რაციონის წილი ლარიდან 16-დან ლარი და 30-მდეა. და აქედანაც ეს ადამიანები მე წინ რაოდენობას იპარავენ. თქვი რომ
ფასი რო შევადაროთ, ნახევარი ხინკალია. ნახევარ ხინკალს ეუბნებიან, რომ ნახევარი ხინკალი ჭამე დღეში გეყოფაო და იქიდანაც პარავენ ამ ადამიანებს. იქიდანაც იპარავენ დიანა. ჯარიმები გაზარდეს? გაზარდეს ჯარიმები. გადასახადები გაზარდეს? გაზარდეს. დენის გადასახადი გაზარდეს 30%-ით. არასდროს არ ყოფილა ესეთი რამ. 30%-ით გაზარდეს დენის გადასახადი. რამე არის, რაც არ მოიმატა ქვეყანაში? სამაგიეროდ გვეუბნებიანო თურმე ფასების კომისია არის და პარალელურად ფასების კომისია ეს ტაკიმასხარული ცირკი რაც შექმნეს, პარალელურად ხდება ის დიანა რომ ფასები იმატებს და ყველაფერი გარბის. აი ამაზეა საუბარი. ჯარიმა გადასახადი რამეს რაც კი შესაძლებელია რა ქვია მომატება ყველაფერს მოუმატეს და საკეთილდღეოდ რას მოუმატეს მოუმატეს საკუთარ ხელფასებს საკუთარ ხელფასებს 10000 12 14 15000 ლარი აქვს ხელფასები პარლამენტის წევრებს და აქეთ შეხედეთ რამდენი აქვს ომის ვეტერანებს რამდენი აქვს დევნილებს და უფასო სასადილოებში კიდე კორუფციაა გამეფებული. საბავშვო ბაღებში კორუფციისა, რა ქვია, ბავშვებს პარავდნენ, ჯარს პარავდნენ, არ დარჩა სფერო დიანა, არაფერი. აი, კორუფცია აიყვანეს უმაღლეს ხარისხში. ეს მოვა დრო და ისწავლება ეს იქნება შესწავლის საგანი. ფასების შემცირებაზე საუბრობენ დღეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობდნენ, რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ, მერე უკან მიაქვთ მათ შორის პლასმასის ზვალი არა აქვს. ბოთლებთან დაკავშირებით. ხო, ენას ზვალი არა აქვს პრინციპით მოქმედებენ. ბოლო დროის გადაწყვეტილებაზე საუბრობდა, ნახეთ ხალხო, 6 წლის ზევით ავტომობილებზე წარმოუდგენელი რამ გააკეთეს. ეს ფაქტურად აკრძალვა. იმიტომ რომ შენ ეუბნები რომ გაგიექსმაგე გადასახადიო გამბაჟების გადასახადი. ახლა რომელი ვინ შემოიყვანს მითხარით ხალხო. ესე იგი აუკრძალეს, მაგრამ მეორე მხარეს რა ხდება დიანა ვნახოთ? თვითონ ემსახურება თუ არა მძღოლები, ემსახურებათ მძღოლები. თქვენი საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტის ხარჯზე ემსახურებათ მძღოლები. აცხადებენ ტენდერს, რომ ავტოსალონებიდან და ავტომაღაზიებიდან ახალი მანქანები შეიძინონ ბიუჯეტის ხარჯზე. და თვითონ შემდგომ ჩაასხან საწვავი თქვენი ბიუჯეტის ხარჯზე და გადაადგილდებოდნენ ბიუჯეტის ხარჯზე. ტექნიკური მომსახურება გაიარონ ბიუჯეტის ხალხს. და აქ მოქალაქეებს ეუბნებიან რომ თქვენ 6 წლისა და ზევით ავტომობილს გამართული უნდა იყოს ბუნებრივად. რისთვის არსებობს ტექინსპექტირების ცენტრი? მაგრამ ვერ შემოიყვანთო. თუნდაც გამართული იყოსო, არა ვერ შემოიყვანთო. აი ამაზე არის საუბარი. საკუთარი მოქალაქეების მაქსიმალურ გამწარებაზე არიან ეს ადამიანები გადასული. რით ავნონ საკუთარ მოქალაქეებს, ყოველდღიურად ამას იგონებენ. აი, გაათენდება, დაღამდება ახალი სიგიჟე, რაც საქართველოს მოქალაქეებს ტვირთად აწევს. ახალი, მითხარით, რა შემსუბუქდა? რა ტვირთი შეუმსუბუქეს? ერთი დაასახელოს ვინმე. გადასახადები შემსუბუქდა არა, ფასები შემსუბუქდა არა, კომუნალური გადასახადები და ელექტრონული ენერგია შემსუბუქდა არა, ყველაფერი იმატებს, ყველაფერი წინ მიდის. ესენი დაგვსინიან, გვეუბნებიან და გამოდიან ფასებს. ეს თემები უნდა იყოს თუ არა ოპოზიციური დღის წესრიგის მთავარი თემა? რა უნდა იყოს ლელო ძლიერი საქართველოს? მე საერთოდ ჩვენი დღის წესრიგის მთავარი თემა არის საზოგადოებრივი საჭიროებები, რაც საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს მოქალაქეებს, ლელო ძლიერი საქართველოს პრეროგატივა. თქვენ ლაპარაკობთ ხელისუფლება თავისთვის მუშაობს, სადმე შეიძლება თუ არა გადაკვეთის წერტილები იყოს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებს ყოველთვის ხვდები პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები, რასაც აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში ეთერში ვერ ნახავ და არ ვაშუქებთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა შეუქმნათ დისკომფორტი საქართველოს მოქალაქეებს, იმ სოციალურად დაუცველებს, რომ შესაძლოა შემდგომ მიადგნენ და ვიცით, ამის არაერთი ფაქტი ყოფილა წარსულში, რომ მიადგნენ და საუბრის გამოც პრობლემები შეუქმნა, მაგრამ ჩვენ მათთან მივდივართ, მათ ვესაუბრებით. ეს არის ჩვენი ვალდებულება და ჩვენ ამას ვაკეთებთ და ვცდილობთ მათი პრობლემები ამ შემთხვევაში რაც არის გავამჟღავნოთ და გავახმაუროთ. აი ამაზე არის დიანა საუბარი. აუცილებელია გეთანხმებით, ამაზე უნდა იყოს საუბარი. იმიტომ რომ ჩვენ მოქალაქეებს როგორც არაზროს დიანა, როგორც არაზროს ისე უჭირთ საქართველოს მოქალაქეებს. აი მე ჩამოგითვალეთ სტატისტიკური მონაცემები. რატომ გარბის საქართველოსთან ქართველი ხალხი? რატომ გარბის საქართველოსთან საქართველოს მოქალაქეები? რატომ წავიდა 5 წელიწადში 22736 ბავშვი? რატომ გამოიყვანა სკოლიდან მშობელმა და წაიყვანა საზღვარგარეთ?
რატომ გააკეთა ესა? რატომ არის რომ ახალგაზრდები 18 წელზევით უკვე სრულწლოვანები გარბიან ქვეყნიდან? რატომ არის რომ საქართველოში დოვლათი არ იქმნება? ამ ყველაფრის გამო დიანა და ვინ მოიტანა? ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? და ბოლო-ბოლო რო კითხო ამ ადამიანებს. თავდაცვის მინისტრი ციხეში ზის. დაკავებულია. პრემიერ-მინისტრმა ორჯერ და შინაგან საქმეთა მინისტრად დამუშავებულმა კობოიმა, რა ქვია, ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა და ციხეშია. არ დარჩა სამინისტროები და ესენი ბრალწარყენებულები რო არ იყვნენ და ხისხლის სამართლებრივი დევნების ქვეშ რო არ იყვნენ. მე შორსა ვარ იმასისაგან რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ უკაცრავად ბოლო 2 წელიწადი ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ? ბოლო 2 წელიწადი ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ? მანამდე ვინ იყო ხელისუფლებაში? ბჭო, ესენი ხო აძლევდნენ ხმას, სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა? პარლამენტში ხო ირჩევდნენ ამ ადამიანებს? მაგრამ არ აინტერესებთ. უცბად, აი ამ თეთრ ფურცელზე ისე გეტყვიან, შავიაო, ვითომც არაფერი.